შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები 1994 წელს დაბადებული მამაკაცია დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მაღაზიაში შევიდა და გამყიდველს 1974 წელს დაბადებულ ქალს ლუდის ნისიად მიყიდვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. გამყიდველთან წარმოქმნილი კამათის დროს ბრალდებულმა მას ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ასევე ცივი იარაღით დაჭრა მაღაზიაში მყოფი კიდევ ერთი მყიდველი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად მაღაზიის გამყიდველი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილ მოქალაქეს კი მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამჟამად მის ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი და რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღით დანა ნივთმტკიცება დამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დავაკავეთ ერთი პირი, რომელმაც ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მაღაზიაში ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამოდენიმე საათში დავაკავეთ. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცება დამოვიღეთ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.